ძალიან ბევრი კითხვა პრემიერ-მინისტრთან, ამ კითხვების ნაწილი დაუსვით მას, როდესაც ის იყო სტუმრად პარლამენტში, თუმცა ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ამ პრესკონფერენციისთვის საჯაროდ დაუსვათ 5, ჩვენიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა და იმედია, რომ ამ პრესკონფერენციაზე მაინც ის შეეცდება ამ კითხვების ნაწილს მაინც გასცეს გარკვეული პასუხი. კითხვები ძირითადად ეხება მომავალი წლის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას და ბიუჯეტის მდგომარეობას. ძალიან უცებ რომ გავერო რა კითხვებზე არის საუბარი, ძირითადად ესენი ეხება ვალებს, რომელსაც ქვეყანა იღებს. პირველი კითხვა ეს არის მომავალი წლის ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა, დამტკიცებული ბიუჯეტით მომავალ წელს ეკონომიკის მოცულობა უნდა იყოს 29 მილიარდი, მან შესაძლოა პირველ ვერსიაში ბიუჯეტის ეწერა რომ ის იქნება 29 მილიარდით, თვომილება რომელიც მთავრობამ დაუშვა არის 3 მილიარდიანი და ახლობით 10%-იანი ჩვენი კითხვა პრემიერთან არის, რამდენად ნორმალურია მთავრობა უშედეს ასეთი ტიპის შეცდომას. მეორე ეს არის ვალთან დაკავშირებული კითხვა, ერთი წლის წინ მთავრობამ გააკეთა პროგნოზა, რომ 2014 წელს აიღებდა სულ 85 მილიონ შიდავალს, დამტკიცებული ბიუჯეტით იღებს 600 მილიონ შიდავალს, 7-ჯერ მეტი არის ეს ვალის მოცულობა და ამას აბრალებს იმას, რომ წინა ხელისუფლებამ დაუტოვა მას ვალები. ჩვენი კითხვა იმაში ერთი წლის წინ არ იცოდა თუ არა ამ მთავრობამ რომ არსებობდა რაღაც ვალები, რომელიც გასასტუმრებელი იყო 2014 წელს, რატო დაუშვა ეს შეცდომა. შემდეგი კითხვა ასევე ეხება ვალს. ერთი წლის წინ მთავრობა იძახდა, რომ წელს სახელმწიფოს ვალი მთლიან შედარებულთან მიმართებაში იქნება 30% დაახლოებით. ეხლანდელი მონაცემები დამტკიცებული ბიუჯეტით არის 35%-ზე მეტი, ანუ 5%-იანი ცდომილება არის. ჩვენი კითხვა არის, საერთოდ რა აზრი აქვს ასეთი ტიპის გეგმების პარლამენტში წარმოდგენას, თუ მათ მთავრობა არ იცავს და ნებისმიერ დროს ცulis. მეოთხე კითხვა ეხება 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დაპირდა ბიძინა ივანიშვილი. ასეთი ტიპის ფული არ ჩანს ბიუჯეტში ჩადებული, ჩვენ გვაინტერესებს აქვს თუ არა პრემიერს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, თუ აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეს 1 მილიარდი დოლარი ჩადოს საქართველოს აგრარულ სექტორში და თუ აპირებს როდის და ბოლო კითხვა ასევე ეხება ვალს, მთავრობა აპირებს 200 მილიონის ვალად აღებას იმისათვის რომ მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენი კითხვა ეხება ამ 200 მილიონს, საიდან მოიტანეს ეს ციფრი 200 მილიონი, რატო 150 მილიონი არა, რატო 250 მილიონი არა, როგორ დათვალეს და რა შედეგებს ელოდებიან აქედან, რამდენად გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ეკონომიკა, ანუ წელს ამ მოვალ წელს ამ 200 მილიონის სტიმულირების შედეგად. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა